როგორ ახართ მეგობრებო? ხო ხართ ჯანზე? მოკლედ, დღეს გადავწყვიტე ახალი ვიდეო ჩავწეროთ ძალიან მაგარ თემაზე. რა ქუდი მაქვს. ეს არის დღევანდელი მარკეტი, ტრაილერების ყიდვა-გაყიდვის მარკეტი, მეგობრებო, ძალიან იაფია, ეხლა ძალიან იაფია. ტრაილერები. ესე იგი, ვისაც ფული აქვს, ეხლა უნდა იყიდოს კაი. კაი იაფა ძალიან ბევრი იყიდება, ძალიან იაფებია, აი, არ ვიცი, მოკლედ იმ დონეზე იაფებია, რომ ესეთი სიაფე ტრაილერების, ანუ სატვირთო მანქანების ესეთი სიაფე მე მაგალითად ამ 7 წლის განმავლობაში არ მახსენდება რა. ვისაც ფული აქვს, ეხლა ის ჭკვიანი კაცი 1 მილიონერია მე მგონი, აი, კაი გამონათქვამი აქვს, მეო მაშინ ვყიდულობ, როცა ყველა ყიდისო და მაშინ ვყიდიო, როცა ყველა ყიდულობს. აი ეს პერიოდია ეხლა, რომ აი ეს მაგარი დრო გამოიყენოს იმ ადამიანმა, ვისაც ფული აქვს რა. ეხლანდელი ბაზარი არის იმ დონეზე დაწეული, რომ აი ეხლა რო შეხვიდეთ მარკეტზე სიტყვაზე, ვინც სახლიდან ყიდის, ვინც თვითონ ყიდის, ხო? ფაქტიურად $15,000 ანუ როცა ეს მანქანები ადრე 40-ები და 50-ები ყიდა, ესეთივე მანქანები რა. $15,000 ეხლა შეიძლება იყიდოთ, აი ჩვეულებრივი კარგი მანქანა, რომელზეც დაждები და ივლით და იმუშავებთ რა. ნუ ცოტა ხელს შეავლებთ ალბათ. შეიძლება. მაგრამ ანუ შესაძლებელია ისეთი მანქანის ყიდვა დღესდღეობით მარკეტზე, რომ შეგიძლიათ $15,000 იყიდოთ მანქანა, დაждეთ და იაროთ რა. და დღევანდელი მარკეტი არის, აი ესეთი მარკეტი, ყველა ამას იძახის, ესეთი მარკეტი ჯერ არ ყოფილა, მეგობრებო, მოკლედ ვისაც ფული გაქვთ, შეგიძლიათ იყიდოთ, იმიტომ რომ ეხლა ეს იქნება ცოტა ხანი, ეხლა ბოლო მოქნევა იქნება ყველა ვარიანტში და მერე უკვე ალბათ იქთა წლიდან უკვე, ანუ იანვრის მერე უკვე გამოკეთდება მარკეტი, მუშაობაც კარგი იქნება და ესე ვთქვათ, ესეთი იაფი მანქანები აღარ იქნება არავითარ შემთხვევაში. მე ესე ვფიქრობ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ყველა ამაზეა და ანუ ესეთი დაბალი ფასები სატვირთო მანქანებზე ჯერ არ გქონია ამერიკას რა. ხო. დღევანდელი მნიშვნელობით, ანუ ვინც ჩამოდის ახლა ამერიკაში სიტყვაზე სამუშაოდ, ყველგან სამუშაოები ჭირს. ყველგან აბსოლუტურად ახლა აი სხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, მაგალითად საქართველოსთან ჩამოდიან ამერიკაში ვიღაცები, გინა მარტოები და გინა ოჯახთან ერთად, ხო? გინა საბუთიც რო ქონდეთ, მანუ მწვანე ბარათითაც რო ჩამოვიდნენ, მაინც ვერ შეულობენ ისეთ სამუშაოს, რომელზეც იმუშავებენ უპრობლემოდ და გამოიმუშავებენ კარგ ფულს. იმდენს რომ აი ეს ვალები რაც აიღეს მაგალითად საქართველოში, ან რაც უბრალოდ ეგონათ რომ აი ამერიკაში მაგარი სამუშაოები და გვხდება და რაღაცა, ეგეთებს ვერ იპოვიან. აი მაქსიმუმ ტაქსაობა და მაქსიმუმ ტრაილერის ბრძოლობა. აი დღევანდელ დღეს ამაზე მეტი ვერაფერი ვერ გაჩავს ამერიკაში რა. ხო. აი ამის თქვა მინდოდა მეგობრებო, პატარა ვიდეო მინდა ჩავწერო, დიდი არა რომ აი არ მოგაწყენოთ ხოლმე თავი რომ მივიდივარ ხოლმე წირო ვიყურები და ეხა წვიმს და მაინც არაფერი არ ჩანს თყუილად. ანუ იმას აღარ ჩავთავ რა. იქით ამ ხარეს აღარ ჩავთავ, იმას ვიძახი. ხო, რის თქვა მინდოდა. ეგ არის და ეგ რა. შეხედეთ მარკეტს, გადახედეთ და ძველ ფასებსაც შეხედეთ, ანუ ადრე რა ღირდა მაგალითად რაღაცა მანქანა და დღევანდელ დღეს რა ღირს იგივენაირი მანქანა რა. ადრე თუ მაგალითად ესეთი მანქანა ჩემ რო რაც მივეცი მაშინ $174,000 დამიჯდა ეს მანქანა მე. ყოველთვიური გადასახდელით რა თქმა უნდა. რო წარმოვიდგინოთ ახლა ესეთი მანქანა აი დღევანდელ დღეს 2020 წლიანი კი არა, ანუ დღევანდელ დღეს 2024 წლიანი, ხო? დღევანდელ დღეს რო იყიდოთ ესეთი მანქანა 140-ები, 130-ები, მაშინ ჩემსასთან 64 ქონა გარბენი, ანუ მე სულ ახალი არ მიყიდია, ჩემს 64,000 ქონა გარბენი. და რეალურად ძალიან იაფია რა. ეხლა 2025-იანები გამოვიდა და 2026-იანები, ანუ ახალი ტიპის ცხვირი აქვს, ანუ ჩემნაირი ახლა ვისაც ვიდეოები გაქვთ ნანახი, ჩემსას როგორი ცხვირიც აქვს. ეგეთი კი არა, ანუ ცოტა მოწვეტო ცხვირები აქვს და უფრო თანამედროვე რაღაცნაირი პროგრესული შეხედულებისაა რა, ესე ვთქვათ, რაღაცნაირებია რა ეს ახალი მანქანები. და ისინი ღირს დაახლოებით ესე 200-300-მდე, იმიტომ რომ ახალი ტიპის არის და ახალი ბუმია ეხლა მაგ მანქანებზე რა.
მთლიანობაში მეგობრებო, მოკლედ ამის თქმა მინდოდა, პატარა ვიდეოს გავაკეთებ. ძალიან იაფია ეხლა ნახმარი მანქანები, ამერიკაში ტრაილერებს ვიძახი. ჩვეულებრივი მანქანები არ ვიცი რა, პატარა მანქანებზე წვდომა საერთოდ არ მაქვს, მაგრამ ანუ ტრაილერებს აქვს ძალიან დაბალი ფასები. ისეთი დაბალი ფასები, რომ მაგალითად $15,000 რო გქონდეს, შეგიძლია იყიდო რაღაცა მანქანა, დასვა ან მძღოლი, ან თვითონ დაждდა და იმუშაო და გამოიმუშაო ფული რა. აი მის თქმა მინდოდა, ვისაც ფული აქვს, გაითვალისწინეთ, ცოტაც რო გქონდეთ, მაინც გაითვალისწინეთ, შედით მარკეტზე, მით უმეტეს ამერიკაში Facebook Marketplace-ი არის, მაგრად მუშაობს და გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მაგარი ფასებია დღევანდელ დღეს სატვირთო მანქანებზე. ძალიან მაგარი. აი ესეთი არაზოს არ ყოფილა, ყველა ვარიანტში ეს აიწევს. იქთა წელს აუცილებლად აიწევს, ანუ ეხლანდელი ფასები არ დარჩება ესე. ეს მანქანები, რომელსაც ახლა ვიძახით $15,000 ღირს, მაგალითად რაღაცა მანქანა. იქთა წელს უკვე ეს მანქანები 35-40-ები ეღირება ჩვეულებრივად რა. მე ესე ვფიქრობ. შეიძლება ვცდები, მაგრამ აი ცდომილება მე ვფიქრობ, რომ შეცდენის ალბათობა არის აი ძალიან დაბალი რა. მოკლედ ესეთი მარკეტი ამერიკას არ ახსოვს. ამის თქმა მინდა რა. და ვისაც ფული ექნება, გირჩევთ ყველას მეგობრებო, არინანებთ უეჭველი, ძალიან მაგარი შანსია ახლა მანქანის ყიდვის და მოკლედ დაბანდების, ესე ვთქვათ, ამ მანქანაში რა. იმიტომ რომ ეს მანქანა იქთა წელს თუ არა, იმის იქთა წელს ყველა ვარიანტში 2 მაგი და 3 მაგი ეღირება. როგორც ადრე მე რო ჩამოვედი, მაშინ აი ესეთი მანქანები ახლა როგორც 15 ეღირდა, მაშინ 45-ები და 55-ები ეღირდა რა. ჯანზე იყავით მეგობრებო, ამის თქმა მინდოდა, არ მოიწყინოთ რას თავარია.